მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პრაქტიკული სროლის არხს და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ აქტიურ ყურის დამცავებზე. რატო კონკრეტულად აქტიურ? იმიტომ რომ ყველაზე მოსახერხებელი სროლის დროს არის სწორედ ასეთი და რას აკეთებს აქტიური პასიურისგან განსხვავებით, ის ახშობს ზედმეტ ხმამაღალ ხმას, რომელიც გასროლისას წარმოიქმნება და იწვევს ყურის დაზიანებას და სმენის დაქვეითებას და მეორეს მხრივ გვესმის გარემოს ხმა, გვესმის საუბარი და ლაპარაკი, რაც სპორტული სროლისას, შეჯიბრებისას და ზოგადად უფრო მოსახერხებელი და მნიშვნელოვანია თან რომ გავიგოთ ასე ვთქვათ ჩვენს გარშემო რა ხდება. დღეს რა თქმა უნდა შევეხები მე ძირითადად სპორტულ სიტუაციაში გამოყენებად ყურის დამცავებს, მხოლოდ გაკვირით ვიტყვით სამხედრო გამოყენებაზე ამ ყურის დამცავებისა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ფაქტიურად განუყოფელი ნაწილი გახდა ჩვეულებრივად აქტიური ყურის დამცავები და ორი სიტყვით ვიტყვი ასე ვთქვათ ამასაც. ჩვენ რასაც შევეხებით დღეს ეს არის ბიუჯეტური ბრენდები, რატო ბიუჯეტური, იმიტომ რომ ხელი მიგვიწდება უფრო მათზე და შესაბამისად არ ვილაპარაკებ ისეთ ყურის დამცავებზე, როგორც არის MSA-ის სორდინი $250-იანი, პელტორის კომტაკი და ასე შემდეგ, რომელიც $300-400 ადის და გასაგებია რომ მათ ისინი უკეთესი ყურის დამცავებია, თუმცა სპორტული სროლისთვის მაინც და მაინც აუცილებელი არ არის, რომ ეს მაღალი დონის ყურის დამცავები გქონდეს. მესმის რომ დღესაც აქ-იქ შევხვდები ხოლმე იმ მიდგომას, რომ საერთოდ რა საჭიროა ყურის დაცვა და ალბათ 2010 წელს როცა პირველად იარაღი ვიყიდე, ვიღაცას რო ეთქვა, რომ ესეთი სპეციალური საყურისები არსებობდა და გამეკეთებინა, ვეტყოდი რომ აიცა რა კაცი არა ხარ, რა თუნდა ყურებს დაცვა და ასე შემდეგ. თუმცა რეალურად ეს სერიოზული პრობლემაა, სმენის დაქვეითება და ძალიან ბევრ ასე ვთქვათ გაუარესებას იწვევს და მისი აღდგენაც, რა მე მგონი არ არის მარტივი ამბავი. რაც შეეხება ახლა იმ ბრენდებს, რასთანაც მე გამოცდილება მქონდა, დღეს ჩამოვთვლი ასე ვთქვათ სამ ძირითად სახეობას. აქედან რამდენიმესთან განსაკუთრებით დიდხნიანი ურთიერთობა მქონდა და შესაბამისად ჩემ მცირე გამოცდილებას გეტყვით ამ ყურის დამცავებთან მიმართებაში. ყველაზე გავრცელებული და ყველაზე პოპულარული არის ესეთი ფირმა არის Howard-ი, მათი Impact Sport-ი, რომელიც წარმოადგენს ესეთი რეგულირებად ყურის დამცავებს, აქტიურ ყურის დამცავებს. მარცხენა მხარეს აქვს მას ჩასართავი და პროფილითაც თვითონ როგორც ხედავთ არის შედარებით თხელი. ამის გამო ეს ყურის დამცავები გახდა ძალიან პოპულარული, ძალიან დიდი რაოდენობით იყიდებოდა და შესაბამისად ასე ვთქვათ არ დააყოვნა ჩინურმა კოპიებმა, ისედაც ჩინეთში იწარმოება ეს და ბაზარზე გამოჩნდა ძალიან ბევრი მისი ჩინური კოპია. დღეს უკვე eBay-ზე დარწმუნებით ვეღარ იყიდი ორიგინალ Impact Sports და ალბათ ჯობს რომ მიმართო უფრო Amazon-იდან გამოწერას, სადაც ოფიციალური საიტიდან გამოიწერა ამას. მე მაქვს ძალიან ძველი ალბათ 5-6 წლის წინ ნაყიდი Impact Sport-ი და ეს არის მეორე, რომელიც განსხვავდება წარწერით და რა თქმა უნდა მცირედი სხვაობები არის ორიგინალებს შორისაც. ამ Impact Sports აქვს ასე ვთქვათ მარცხენა მხარეს ჩასართავი და სარეგულირებელი. ძირითადი მოცემულობა, რაც სხვა მოდელებსაც და ამასაც ახასიათებს, არის ის, რომ რა თქმა უნდა, ის ახშობს 85 დეციბელზე მაღლა არსებულ ხმაურს, ეს ითვლება ის ნიშნული, რომელიც ასე ვთქვათ ჩვენ სმენას აზიანებს. დეტალურად მონაცემებს არ ჩავყვები და ასევე არ გავამახვილებ ყურადღებას ამ მათი შედარების დროს, სხვადასხვა ბრენდების შედარების დროს წონაზე, იმიტომ რომ იმ ხელა სხვაობა არ არის მათ შორის წონებში, რომ ეს იყოს გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, ეს იქნება ჩემი პირადი გამოცდილება, გარდა ამისა, თვითონ ის დამატებითი ფუნქციები, რომელიც ასე თუ ისე ზოგიერთს მოყვება და ეს შეიძლება გახდეს ჩვენი არჩევნის დროს, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი. რაც შეეხება Howard-ებს, Howard-ები იყო ჩემი პირველი ყურის დამცავი აქტიური, რომელიც მე გამოვიწერე ზუსტად არ მახსოვს 2017 წელს ალბათ. მე მსახურა ძალიან დიდხანს, აი ცვეთის კვალი ეთყობა კიდევაც, რომ გაცვეთილია. პლუსი რაც აქვს ამ ყურის დამცავს არის ის, რომ Amazon-ზე სხვადასხვა $40-დან $55 ფასში მერყეობს ამათი ფასი და sale-ზე თუ მიუსწრებთ, რაღაც პერიოდულობით აკლდება ხოლმე ფასი, $40 არის მათი ფასი და რაც ჩვეულებრივად ბიუჯეტურ აქტიურ ყურის დამცავებში საკმაოდ მისაღები ფასი არის. რაც შეეხება ხა თვითონ ფორმას, შედარებით თხელია და ამის გამო არის მოსახერხებელი. თავზე რა თქმა უნდა მოხერხებულად ჯდება, შეიძლება უფრო პატარა თავის პატრონებზე კარგად არ დამაგრდეს, რა თქმა უნდა, მას აქვს ესეთი ცვალებადობა და თვითონ პროფილი აქვს შედარებით თხელი.
ეს თხელი პროფილი გვეხმარება იმაში, რომ ზედმეტ რაღაცებს არ წამოვედოთ, ჩაფხუტთან მიმართებაში ამაზე მე ცალკე ვიტყვი, რამდენად თავსებადი არის. როგორც თვითონ საიტი გვეუბნება მოცემულობით 350 საათს ძლებს მისი ელემენტი. ბევრს ბიუჯეტურ ყურისდამცავებს ეს საათები არც უწერია და ზოგადად ჩვენ ალბათ ისედაც უნდა ამოვიღოთ თავიდან კონკრეტულად საათების დათვლა, არის მალე ჯდება და არის დიდხანს ჯდება, ასე ვთქვათ, ასე უნდა გავზომოთ, რადგანაც რეალურად ეს მოცემული საათები ხოლმე ზუსტად არასდროს არ ემთხვევა, ასევე დამოკიდებული ელემენტის ტიპზე და ასე შემდეგ. სტანდარტულად ყველა დღეს განხილული ბრენდის, ასე ვთქვათ, ყურისდამცავები მუშაობს 3A ორცალ ელემენტზე, რომელიც სათავსოც აქვს აქ. Howard's და შედარებით, ესე ვთქვათ, მოუხერხებელი, რაც არის ამის ელემენტის მოხსნა და დაყენებაა და ზედმეტი ძალის დატანების შემთხვევაში არის შემთხვევები, როცა ეს ტყდება, ეს უნდა გავითვალისწინოთ და ეს არის ერთ-ერთი მინუსი ალბათ, რაც ამ ყურსასმენებზე შეიძლება ითქვას. გარდა ამისა, სტანდარტულ ბიუჯეტურ ყურისდამცავებს ძირითად შემთხვევაში მოყვება ესეთი მკვრივი, ასე ვთქვათ, ყურის პადები, რაც ყურზე ეჭირება. დიდი ხანს სტარების შემდეგ ის იწვევს ყურის გადაღლას. რა თქმა უნდა, ზამთარში ეს კარგია, იმიტომ რომ გვათბობს, საფხულში კიდე პირიქით ძალიან უფლიანდება და შესაბამისად განიავებას არ უზრუნველყოფს. ძალიან მარტივად იხსნება ეს პადები, არ არის ის დაკრული და ჩვეულებრივად ძვრება და შეგვიძლია ამის შემცვლელად გამოვიწეროთ გელები, ანუ უფრო რბილი, რომელიც ყურის ფორმას იღებს და გაცილებით უფრო კომფორტულია და ყურის გადაღლას და დაჭიმვას არ იწყებს და გარდა ამისა არ იწევს და გარდა ამისა, ასე ვთქვათ, ზაფხულშიც შედარებით უფრო გრილია. მთავარი პრობლემა ამ ხისტი პადებისა, ასე ვთქვათ, ყურზე დასადებებისა, არის ის, რაც მე უკვე თქვი, რომ ყურის გადაღლას იწევს და დროთა განმავლობაში გჭირდება რომ მოიხსნა და ასე ვთქვათ, განიავდე და კიდევ ერთი პრობლემა, რაც არის, რადგან ეს არ იღებს, შედარებით ხისტიად არ იღებს ყურის ზუსტ ფორმას, სხვადასხვა კუთხით დგომის დროს, ანუ თუ მაგალითად ჩვენს გვერდით ისვრიან და ჩვენ თავის პოზიციას ვატრიალებთ აქეთ-იქით ან ჩვენ თვითონ ვეტრიალდებით, რჩება ღიობები და შესაბამისად გასროლის ხმა რაღაც კუთხიდან ჩვენს სმენაში მაინც შემოდის და ნუ რა თქმა უნდა, სწორედ ამისთვის არსებობს ესენი, რომ გასროლისგან დაგვიცვას. პირველი რაც მოხდა, დაიწყო ერთ-ერთმა მხარემ გათიშვა და რაღაც პერიოდის მერე უბრალოდ ძალიან მარე ქრებოდა თვითონ ეს აქტიური ითიშებოდა თავისით, გამურთავდი, ჩავრთავდი და ამით გვარდებოდა და რაღაც დროის მერე უკვე აღარც ელემენტების გამოცვლა მუშაობდა და არაფერმა, უბრალოდ ეს გაფუჭდა. ნუ ვინც ახლა ელექტრონიკაში ერკვევით, შეიძლება ძალიან მარტივად ეს დაშალოთ, გადაამოწმოთ და შეაკეთოთ კიდევაც, თუმცა მე ასე არ ვერკვევი და ამიტომაც ეს ყურსასმენი, ასე ვთქვათ, ჩაბარდა ისტორიას, თუმცა ძალიან კარგი გამოცდილებით. კიდე ერთი ფაქტორი, რაც ზოგადად მნიშვნელოვანია ხოლმე ამ ბიუჯეტური ყურისდამცავების არჩევაში არის რამდენად კარგი ელექტრონიკა აქვს. მაგალითად, მეორე ფირმა, რომელიც არის Walkers-ის Razor-ი, ესეთი ყურისდამცავი, ისიც даже sales-ზე ჩამოსულა $30-ზეც კი ეს ყურისდამცავები, პრინციპი არის ზუსტად იგივე, შედარებით უფრო რბილი და კომპრომისული ყურის პადები აქვს ამას, თუმცა არც ისე რბილი, როგორიც არის გელის. ამასაც აქვს ჯეკის მისაერთებელი, ეს ჯეკის მისაერთებელი Howard's-აც მოყვება და ნუ ეს შედარებით ძველი 3.5 მმ-იანი ჯეკის შესაერთებელია, რომ თქვა იგივე MP3 მუსიკას უსმენონ რაღაცა, რაც დღესდღეობით აქტიურობას ნაკლებად აქტიურია და თანამედროვე ძირითადად ყველა Bluetooth-ი არის. ეს ჯეკის მისაერთებელი ამასაც აქვს, ჩასართავი აქვს ოდნავ უფრო სხვანაირი, ანუ ვერტიკალურად დატრიალება ჭირდება იმისთვის, რომ ჩაირთოს, განსხვავებით Howard-ისგან, ესეც მუშაობს 3A ელემენტზე. რომელიც მსგავსად ოღონდ უფრო ადვილად იხსნება, გვერდითა მხარეს არის ესეც მოთავსებული და ერთი შეხედვით ვიზუალზე შეიძლება ის უფრო მოგვეწონოთ ვიდრე Howard-ი, აქაც რა თქმა უნდა Howard-თან ერთად ძალიან ბევრი ფერის არჩევანია, ერთადერთი რაც Razor-ებში არ მომწონს და სხვათა შორის ძალიან ბევრი მისი ფლობელი, ვინც პირველადვე ეს იყიდა, დაიტოვა და გამოყენებაში აქვს, ყოველთვის ძალიან აქებს და გამიკვირდა, როცა Howard-ის შემდეგ Razor-ი ჰქონდა რაღაც პერიოდი, დაახლოებით რამდენიმე თვე. არ მომეწონა პირველ რიგში მისი ელექტრონიკა. ანუ რას გულისხმობ ელექტრონიკაში? ზოგადად ამ აქტიური ყურსასმენების მთავარი დავალება არის ის, რომ ჩაახშოს ხმამაღალი ხმები და გააძლიეროს, ასე ვთქვათ, დაბალი ხმები, რაც ჩვენ ლაპარაკში დაგვეხმარება და ერთმანეთთან კომუნიკაციაში. Razor-ის შემთხვევაში შენს სახესთან ახლოს არსებული ხმები ძალიან ძლიერდება, რაც ცოტა უცნაურ შეგრძნებებს იწვევს და მიჩვევას საჭიროებს და გარდა ამისა,
მიმართულებას ვერ არკვევ, საიდან მოდის ხმა. ამისთვის გამოდის ახალი რეიზორები, რომელსაც 4 მიკროფონი აქვს ჩამონტაჟებული და შესაბამისად გაძლევს იმის საშუალებას, რომ გაარკვიო, ასე ვთქვათ, ხმის მიმართულება. მე კონკრეტულად ეს მოდელი არ მქონი, არ გამიტესტავს და ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ამისთვის გამოვიდა ის, თუმცა მეორეს მხრივ სხვაობა არის ის, რომ ფასი აქვს მას დაახლოებით $20 უფრო ძვირიღის. $20 არ არის პატარა თანხა და, ნუ, რავი, ვისაც მაინც და მაინც რეიზორი უნდა, შეუძლია იგივე იყიდოს ეს ძვირიანი მოდელი. Howard's უფრო კომპრომისულად აქვს ეს ელექტრონიკა, ანუ ძალიან კარგად ახშობს ის და ჩახშობის დროს ბოლომდე არ კეტავს, ასე ვთქვათ, ხმას, რაც ასევე პრობლემა არის ხოლმე რიგ იაფიან ყურის დამცავებში, რომ ჩახშობის დროს მთლიანად ახშობს, ასე ვთქვათ, ხმას და არ ჩამოყავს ის მხოლოდ იმ მისაღებ დეციბელზე, რა დროსაც გარემო ხმა გესმის. ასეთი ძალიან ბევრი ჩინური ყურის დამცავი, რომელიც გასროლის ხმას ისე ახშობს, რომ მე აღარაფერი აღარ გესმის რაღაც რამდენიმე წამის განმავლობაში. Howard's ელექტრონიკა ჩემთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა, რავი, მე პირადად უკეთესად ვთვლი ამას და გარდა ამისა გაქვს მიმართულების აღქმის საშუალება, რომ გაიგო საიდან მოდის, ასე ვთქვათ, ხმები ჩვენს უკან, ჩვენს წინ თუ ჩვენს გვერდზე. შესაბამისად, ძირითად შემთხვევაში აი დასავლეთში შევხვდებით Howard's-სა და Razer-ის შორის, Walkers-ის შორის არჩევას და, ნუ, რავი, პირადად ყურზე კომფორტული არის უფრო Razer-ი, მაგრამ ელექტროობა აქვს უფრო უკეთესი თვითონ Howard-ის Impact Models. კიდევ ერთი, რომელიც სატესტოდ ვიყიდე ალბათ 1 წლის წინ თუ 2 წლის წინ, არ მახსოვს ზუსტად, ეს არის ფირმა ARMOR-ი და რატომაც დავიკერე ამის ყიდვაზე, არის მისი ყურების ფორმა, რომელიც არის შედარებით დაბალ პროფილიანი და გარდა ამისა, ქვედა მხარეს აქვს ესეთი დახრილი ჭრა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც ჩვენ ვუმიზნებთ და თავს ჩამოვდებთ კონდახზე, ძირითად შემთხვევაში სტანდარტული ყურის დამცავები ედება, ასე ვთქვათ, იარაღს, შეიძლება ყურიდან აწევაც მოხდეს ამ დროს და ნაკლები კომფორტი აქვს და სწორედ ეს ფორმა განაპირობებს იმას, რომ ბევრად უფრო კომფორტული არის კონდახზე ჩამოყდობილი ლოყის დროს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონდა ვიზუალურად ეს ყურის დამცავები, მას აღმოაჩნდა პრობლემები ელექტრონიკასთან, როდესაც ჩართული ერთმანეთზე გადაატარებ, წუილის ხმას იწვევს. იგივე წუილი აქვს Howard's-საც, უფრო მეტად აქვს Walkers-საც, თუმცა ყველაზე ნაკლებად აქვს Howard's და ძალიან ხმაურს იწვევდა, ასე ვთქვათ, ARMOR-ის შემთხვევაში. ეს არის ARMOR-ის M31 მოდელი, არსებობს M32, ახლა უკვე გამოუშვეს M300-იც, რომელიც უკვე განსხვავებული ფორმაა, თავისი Bluetooth-ით და ყველაფრით, კარგად არ დამიტესტავს, თუმცა ძალიან გავს, ასე ვთქვათ, სხვა ბიუჯეტურ მოდელებს, რომელსაც ნახავთ. ხო, ბიუჯეტს რაც შეეხება, M300 ღირს $60, M31 შეგიძლიათ დაახლოებით $40 ფარგლებში შეიძინოთ. ანუ ფორმა აქვს ძალიან კარგი, თუმცა პრობლემებს რაც შეეხება, ელემენტი იდება ორივე ყურში ცალ-ცალკე, რაც ჩემი აზრით მოუხერხებელია. აქ აქვს ძველი ტიპის მოსაჭერი, ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე შეიცვალა ეს მოსაჭერის სახეობა, ცალ-ცალკე ელემენტის ჩადება რამდენად მოსახერხებელი არ არის და გარდა ამისა, ცოტათი ეს დამჭერი რეზინა ცოტათი პრობლემას ქმნის ხოლმე ამ მოჭერის დროს. ნუ სერიოზული არაფერი, მაგრამ მაინც ნაკლებად კომფორტულია ვიდრე ერთ სათავსოში, ასე ვთქვათ, ელემენტების ჩაწყობა. გარდა ამისა, მთავარი პრობლემა, რაც დაეწყო ამ ყურის დამცავებს, არის ის, რომ მისი კაბელები გადაკეცვის ადგილებში, რადგან ეს იკეცება აი ესე, გადაკეცვა გახსნის შედეგად დაიწყო მან დამტრევა და რაღაც დროში ისინი დაინტრვა და საერთოდ 1 წელი გამიძლო ამ ყურის დამცავებმა და მთავარი შემაწუხებელი რაც იყო ჩართულზე ერთმანეთზე გადატარების დროს წუილი და კაბელების ნაკლები გამძლეობა, რის გამოც ის გაფუჭდა. ძალიან ბევრ საბრძოლო კადრებში უკრაინაში შეხვდებით, რომ სწორედ ARMOR-ების ყურსასმენები აქვთ დამაგრებული, ოღონდ პირდაპირ ჩაფხუტზე. და ARMOR-ის როგორც M31, ასევე M32 მოდელი. M32-თან, რომელსაც მოყვება ინტეგრირებული მიკროფონი, მე კონკრეტულად შეხება არ მქონია, ამბობენ რომ ის უკეთესია, თუმცა ნუ არ გამომიყენებია. თვითონ მენიუს მხრივ ძალიან მოსახერხებელი მენიუს მხრივ ჩართო გამორთვა ძალიან მოსახერხებელი ქონდა და თავიდან ძალიან მომწონდა, მაგრამ რიგი პრობლემების გამო გადაწყდა, რომ დავბრუნებოდი ისევ, ასე ვთქვათ, სტანდარტულ Howard's, რომელიც ყველაზე გამძლე აღმოჩნდა და ყველაზე, ასე ვთქვათ, კარგად იმუშავა ამ ხნების განმავლობაში. ხანდახან ახასიათებს ხოლმე, რომ თავისით ითიშება, არ ვიცი რატო ხდება ეს კონტაქტის დაკარგვა. ისე ავტომატურად მოცემული აქვს, რომ 4 საათი ჩართვის შემდეგ თავისით უნდა ითიშებოდეს. სხვა მოდელებზე იგივე Walkers-ეს auto shut off ფუნქცია არ უწერია, ARMOR-ზეც არ უწერია და არ ვარ დარწმუნებული ზუსტად ეს აქვს თუ არა, რადგანაც ესე არ დავკვირვები ვარ.
რაც შეეხება Howard's, დაუბრუნდი ისევ Howard's და ვერ ვიტყვით, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ტოპ, მაგრამ გამოცდილების კუთხით, ასე ვთქვათ, ყველაზე ახლოს ჩემთან იყო ეს ყურის დამცავი. შეჯიბრის დროს, გადარბენების დროს, ფიზიკური აქტივობის დროს ყოფილა შემთხვევები, რომ ეს, ასე ვთქვათ, ის რაც თავზე იჭერს ამ ყურის დამცავს თვითონ ეს არის შედარებით სრიალა და ყოფილა შემთხვევები, რომ გადმოცურებულა, ხან წინ წამოსულა, ხან საერთოდ მოგძრომია კიდევაც გადარბენის დროს. ამ ხრივ Walker-ს აქვს უფრო ფართო არჩევანი, ის უშვებს ეგრეთ წოდებული ტაკ grip ქვია, ესეთი ტაქტიკური grip-იანი ყურის დამცავის ჩარჩო, რომელიც შედარებით ნაკლებად სრიალებს, თუმცა კონკრეტულად ესეც მე არ გამომიცდია და ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, ამის გამო ფასი მას ოდნავ უფრო მეტი აქვს, ვიდრე სტანდარტულ Walker-ს. და ცოტა ხნის წინ ფირმა Sevior-მა, რომელიც ძალიან ცნობილია და ძალიან საყვარელი ფირმა, იმიტომ რომ ბიუჯეტში ძალიან მაღალი ხარისხის იარაღის ჩასადებებს თუ ფაუჩებს თუ სხვადასხვა აქსესუარებს უშვებს და ალბათ ჩემი ყველა იარაღის ჩასადები არის სწორედ Sevior-ის. გამოუშვა ყურის დამცავები ფირმა სახელად ქვია Apollo, რომელიც წარმოადგენს ერთის მხრივ თითქოს აი ყველა კარგი თვისების ნაზავს. ანუ ჩასართავი მას აქვს Walker-სივით. ჩართვისა და გამორთვის დროს გაძლევს სიგნალს, რომ ასე ვთქვათ, ჩაირთო და რაც მთავარია და რატომაც ვიყიდე, ეს არის მას თავიდანვე მოყვება რბილი გელები ყურისთვის და შესაბამისად არის ძალიან კომფორტული. თვითონ ზედა ჩარჩოს რაც შეეხება, შედარებით უფრო მყარად ზის ის და არ სრიალებს როგორც სტანდარტულ Walker-სა და სტანდარტულ Howard's აქვს და ყურებზე ზის, ასე ვთქვათ, ძალიან კომფორტულად. თავარი პრობლემა რაც აქვს ამ ყურის დამცავებს, ჯერჯერობით რაც ვნახე, არის მისი სილუეტი და ეს არის შედარებით უფრო მსუქანა და ეს კაბელები არის უფრო მეტად, სწორად გავიკეთოთ, უფრო მეტად გვერდზე გამოწეული და ელექტრონიკას რაც შეეხება ფაქტიურად იმეორებს Howard-ის ელექტრონიკას, ანუ ძალიან სასიამოვნოდ ისმის როგორც ახლოხმები, ასევე შორიხმები და ჩახშობის დროსაც ის რაღაცა ჩავარდნები არ აქვს, როგორიც ქონია სხვა ფირმის, უფრო იაფიანი ფირმის ყურის დამცავებს. ეს Sevior-ი ამ წუთას ტესტირებას გადის, ასე ვთქვათ, კიდე ერთი ვიყიდე დამატებით, ხშირად მჭირდება ხოლმე რამდენიმე. ამის ელემენტის ჩასადებიც არის მსგავსად Howard-ისა და გონია, რომ მოხსნის დროს გატეხავ და შეიძლება ასეც მოხდეს, რადგანაც შედარებით უფრო ისეთი, რა ქვია, ძალისხმევა ჭირდება მას. კიდე ერთი პატარა კარგი დამატება, რაც Sevior-ის ყურის დამცავებს მოყვება, არის ეს პატარა ფხრიწები და აქ შეგვიძლია ჩვენი სახელი დავაწეროთ. მოყვება სახელის დასაწერი, ასე ვთქვათ, ფხრიწი და მეორე მხარეს ამერიკის დროშა. შესაბამისად, ეს გვაძლევს, ასე ვთქვათ, დღეს ძალიან მოდაში ეს პაჩების და სახელების დაწერა და ასე შემდეგ, მარტივად განვასხვაოთ ხოლმე ჩვენი ყურის დამცავების სხვისგან. ანუ ძირითადი მოდელები, რასთანაც შეხება მქონია და რასთანაც შეხება მაქვს, არის სწორედ ეს ფირმები, რაც ჩამოვთვალეთ. ჯერჯერობით Howard-ები ალბათ ყველა დამწყებს ურჩევდი Howard-ის ყიდვას. ძალიან კარგი ჩანს Sevior-ის ეს ყურის დამცავები და პირველ რიგში ჩემი არჩევანი გაკეთდა ამაზე, იმიტომ რომ $39 ღირს, ანუ არც ემატება, არც აკლდება ამ ფასს და რაც მთავარია, მოყვება ძალიან კარგი და რბილი გელი, რომელიც ყურისთვის არის კომფორტული და ზაფხულის შემთხვევაში ნაკლებად ახურებს ყურს, ანუ საბოლოო ჯამში მაინც გაგიოფლიანდება და ვერ გავიქცევით ამას, მაგრამ გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიდრე არის სტანდარტული Howard-ის ეს მკვრივი ყურები. შეგვიძლია Howard-ზეც ამ ყურების შეცვლა, მაგრამ ის ღირს დაახლოებით $20 ეს გელები, როცა $40 იხდი ყურის დამცავში და დამატებით $20 გელებში, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის მხრივ, ასე ვთქვათ, ნაკლებად ეფექტური გადაწყვეტილება. კიდე ერთი მომენტი, ხა დღეს რა ყურის დამცავებზეც ვისაუბრე, ყველა არის ესე ვთქვათ სტანდარტული ფორმის, Walker-ი და Sevior-ი ძალიან გავს, ასე ვთქვათ, გვერდით ამხარე ერთმანეთს და კონდახის ამბავში, როცა მე ვამბობდი, აი, Keltec-ის შემთხვევაში განსაკუთრებით კარგად ჩანს, რადგან ჩვენ თავის დაწევა გვიწევს, განსაკუთრებით თუ მეორე თაობის Keltec-ია და მას და მექანიკური სამიზნე აყენია, გვიწევს განსაკუთრებით დაბლა დაწევა და ხშირ შემთხვევაში ეს ქმნის ხოლმე, ასე ვთქვათ, პრობლემებს. ამ ამბავში Air-Morris ყურის დამცავები აქ იმხელა ჭრილი აქვს, რომ ამ დისკომფორტს, ასე ვთქვათ, არ ქმნის. თუმცა, როგორც გითხარით, ამ ყურის დამცავებს თავისი პრობლემები ჰქონდა. Air-Morris მსგავს ყურის დამცავებს უშვებს კიდე რამდენიმე ფირმა, ვიზუალზე ერთ-ერთი როა, ისინი არ გამომიცდი, არ გამიტესტავს და ნუ რავი თუ ვინმე სამე გამოცდილება გაქვთ, ასე ვთქვათ, დაწერეთ კომენტარებში, ძალიან საინტერესოა. და შემდეგი თემა რაც არის, ეს არის, რასაც გაკვირთ შევეხები მეთქი, ეს არის ჩაფხუტთან თავსებადობა. დღეს რასაც ვნახავთ,
ძირითადად უკრაინის ომის ასე ვთქვათ კადრებში ჩაფხუტები, რომელსაც ჭრილი აქვს, სპეციალური სამაგრები აქვს, რაზეც ყურის დამცავები დგება, მაგრამ თუ გვაქვს სტანდარტული ჩაფხუტი, რომელსაც აი ოდნავ გაფართოება აქვს ყურებთან, მიდის თუ არა და შესაძლებელია თუ არა ამაზე ასე ვთქვათ რაიმე ტიპის ყურის დამცავის გამოყენება. ეგრევე გამოირიცხა ასე ვთქვათ სევიორის ყურის დამცავი და ეგრევე გამოირიცხა ვოლკერსი, რადგან ისინი არის შედარებით უფრო ფუმფულა. ჰოვარდის მორგება და იარმორის მორგება შესაძლებელია, თუმცა აი ძალიან უხერხულად დგება. ამიტომ საქმე როცა ეხება ჩაფხუტს, გავითვალისწინოთ, რომ ყველა ვარიანტში ჩვენ გვჭირდება ასე ვთქვათ დაბალი პროფილის იარმორის მსგავსი, იგივე პელტორი მაგალითად, ცოტა ძვირიანი, მაგრამ თხელი პროფილის ყურის დამცავები, რომელიც პირდაპირ ჩამოეცმება, ხოლო თუ ამოჭრილი ჩაფხუტი გვაქვს, ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია სხვადასხვა სახეობა არსებობს თვითონ რელსების, როგორ მაგრდება და ეს ჩვენი დღევანდელი თემა ასე ვთქვათ არ არის. ანუ ის ვინც აპირებთ რომ იყიდოთ ბიუჯეტური ყურის დამცავი, რომელიც თან გემსახურებად სამხედრო სიტუაციაშიც ცოტა რთული შესათავსებელია თუ არ გვაქვს ასე ვთქვათ ამოჭრილიანი ჩაფხუტი. რაც შეეხება ხა ერთ მოდელს, რომელსაც დღეს მე გირჩევდით, რავი, თუ ჩვენ გვჭირდება Bluetooth-ი და მოთხოვნა გვაქვს ესეთ თანამედროვე რაღაცაებთან, ამ შემთხვევაში, რავი, Bluetooth-ი რატომ უნდა გვჭირდებოდეს, დიდად ჩემამდე არ დადის, თუ მაინც რაღაც მოსმენა გინდა, შეიძლება შეგიძლია იყიდო, რავი, ყურსასმენებს მოусმინე და ძალიან ბევრ თვითონ AirPod-ებსაც და ასე შემდეგ, სხვადასხვა მოდელებს აქვს noise cancellation ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გასროლის ხმა შენს ყურს არ შეაწუხებს, მაგრამ არის მეორე მომენტი, რატომაც ამ მთლიანი ზომის ყურის დამცავებს ვირჩევ. ეს არის ყურის გარეთა მხარე, როცა კომპენსატორიანი იარაღს ისვრი, რაღაც თუნდაც 5.56, როცა მსგავსი სიტუაცია გაქვს, ან გიწევს იგივე შეჯიბრის დროს, როცა 50 მონაწილე გამოდის და სხვადასხვა სახეობის კომპენსატორები უყენიათ, ყურის გარეთა, ასე ვთქვათ, ბიბილოს ურტყავს ეს ტალღა და მაინც ეს შიგნით ჩასადგამი ყურის დამცავები ჩემთვის პირადად კომფორტული არ არის. ვიღაცებს ეს უფრო მოსწონთ და რა თქმა უნდა თქვენი არჩევანია და მირჩევნია იყოს მთლიანი ყურზე შემოცმული და იცავდეს მთლიანად ასე ვთქვათ მთლიანად ყურს. რაც შეეხება სამხედრო კუთხით, აუცილებელი არის იქ მთლიანი დაცვა, რადგანაც კონტუზიისგან ნაწილობრივ აქტიური ყურის დამცავები გიცავს და მაგიტომაც არის რომ დღეს როგორც რუსეთის მხარეს, ასევე უკრაინის მხარეს ძალიან ბევრი იყენებს სწორედ ამ სტანდარტული შეხვდებით ჰოვარდებს, ვოლკერსებს, იარმორებს და კიდე ძალიან ბევრი ჯურის, ასე ვთქვათ, აქტიურ ყურის დაცვას, რადგანაც ისინი რეალურად ეხმარებიან, ასე ვთქვათ, მებრძოლებში სმენის შენარჩუნებას. აქამდე 90-იან წლებში იმის უკან ხო საერთოდ მსგავს რაღაცა საერთოდ ვერც მოისმენდით, რომ აი ყურის დაცვა აუცილებელია. ძირითადი მეთოდი იყო ხოლმე არტილერისტები იყენებდნენ პირის გაღებას, RPG-ებს მოყვებოდა ასე ვთქვათ ერთჯერადი ყურში ჩასადებები, იმისთვის რომ არ დაუყურებულიყავით. დღეს ეს თემა ძალიან წარმოიწია, ინდივიდუალური დაცვა, ჩვენ მომავალში მე სათვალებზეც ვისაუბრებთ და დღეს დამწყები მოქალაქეების, ანუ სამოქალაქო მსროლელებისთვის გაითვალისწინეთ, რომ ბარემ თუ ყიდვა აიყიდეთ კარგი აქტიური ყურის დამცავი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ სწავლის დროს, ვარჯიშის დროს გექნებათ ასე ვთქვათ კომუნიკაცია და გარდა ამისა სხვა სიტუაციებშიც გამოგადგებათ. ამ ეტაპზე მე ისევ და ისევ ჰოვარდის ერთგული ვrchები მისი გამძლეობიდან გამომდინარე და ტესტირების რეჟიმში არის სევიორის ეს მოდელი, რომელიც პრინციპში იარმორის M3-ს ძალიან გავს. და ესეც ასე ვთქვათ ძალიან მესიმპათიურა, რაც მაქვს დაახლოებით 1 თვე ალბათ რაც მაქვს და ვიყენებ ხოლმე სროლებზე და ჯერჯერობით ყველაფერი რიგზე აქვს ამ ყურის დამცავთან. თუ რაღაც მალე გაფუჭდება, ამაზე აუცილებლად დავწერ ჩემს ბლოგზე და გეცოდინებათ, რომ ვარგა ან არ ვარგა ეს მოდელიც. თუ მოგეწონათ ჩვენ დღევანდელი ვიდეო, მოიწონეთ და გააზიარეთ, როგორც გითხარით, მე ვაგზელებთ ამ ჩვენ ახალი ვიდეოების დადებას და შემდეგი ვიდეოებიც ძალიან მალე დაგვეწება. მომავალ შეხვედრამდე.